მოგესალმები ძირფასებო. როგორ ახაც კიდე კარგად გამოიყურები არა უშავს წინაშ მოდიოდი. კაბას კი ხედა. რადოს? დედა. ანიკო დეიდასთან ვიყავ. ერთი მოვიტანე ეს ცხლის ნატახტარის ლიმონადი. დავლიოთ სკოლაში ეყავი. ხოდა სკოლამდე ანიკო დეიდასთან ცოტა თანხა მივეცი. ხელფასი რო იყო. ხოდა მაგარი ადამიანი. მართლა. მეტი რატო არ არის ვარ გეტყვის. აი ჩვენთან ეგრეა მაგალითად. მაგრამ მართლა მინიმალური დამტოვე ბავშვებისთვის, თორე დანარჩენი სხვა რამისთვის არ დამტოვებია, ისე ანიკო დეიდასთან ავიღე. მხოლოდ სურნელოვანი მინდა და სარეცხი აი ისიც ეგ არის და ეგ. მოკლედ, ესეთი პური ვიყიდე ხა. ეს გეგას უყიდე ესეთი პური. ქლორი დამიმთავრდა და ქლორი ვიყიდე. ერთი. სულ არის 29 და 64-ის. ეხლა რაც მომაგისის ძველი ჩეკები უნდა გადავყარო. ეს გეგას მოუტანე, იმიტომ რომ იმ ლიმონადს არ სვამს. ერთი და ჩამოვიყანე. დედა მოგიკვდეთ დედა თქვენი თქვენ დამარიწყდა. ნაყინი. თქვენ ხასპიცაა დამარიწყდა. კიტრი მოვიტანე. გადაიღებს და გოდეს გაუშვე. გოდიში დამარიწყდა. ადამ ამრია და დამრია იქ. ისეთ ამბავში იყო. ყველაფერი უნდოდა ერთი წლენი ადამა იყო ის პატარა ძე. გორე მოიცი დედა მაიკა ჩემი ჭკი. მოდი მე გადმოვაბრუნებ. გავად უნდა გახედო მაინც, გავდერტყე მეწოხელისე არ შემოვიტანე არც ერთი, მაგრამ ჩუსტერი ჩაიცვი, ხოლმე არ მგონია რომ მინდოდეს მიიბირე და მეც სენდვიჩი მინდა გუშინდელივით არ დამტოვოთ, მე რო არ მომიტანა ნაყინი გეგამ. მოკლედ ეს ვაშკრატა მიმოვიტანე, საჭმელად მოვიტანე ამჯერზე. ეს მოვიდა. ჩანგელია მუხანა წერია და არ მახსოვს რა გამოიწერა მუხანი. სხვისი ცდებს აქ. მაგიტომაც არის რომ მე აყოლებს. ჩვენებისას კიდე. აუ, ვადა! შენი მოვიდა. უსი? ესეც მეორე და თავისი მაიკებით ორი. რა კაია. ნახე. ეს იმ ერთი ტრუსის და მეორე ეს. ნახე? მოკლედ, ორი ეს მოვიდა. კაი, დავდოთ დედիկოს შენია. შევინახოთ მერე. ხო, ესენი სხვებისია. ესეც მანქანის ნაწილებია რაღაცეები. ეს არ ვიცი, ეს ვისია. ეს არ ვიცი რა არის. ეს ბიჭების ტრუსია. გამოვაწერინე ერთი შენ რო იწერ მეთქი. ჩემთვისაც და მუხა თავისთვისაც მაგალითად ძალიან მოსწონს იქაური, კაი ხარის დედა რა კაია. ბავშვებს გეფიცებით უყურეთ პროსტა.
ეს ეხა გარეცხვის მერე არ გაიბორკლოს და ძალიან მომწონს. აი ძალიან ეს გეგასებია. ესენი სულ გეგასებია. ოთხი ცალი. ეს გოდესებია მე მგონი. ეს გოდესები. ძალიან დიდი ხო არ არის? არა. ეს გოდესებია ჩვეულებრივ. გოდე 1 2 3 4 5 არ ვიცი თუ მოეწონება თუ არა და დასვისია? აი დედიკო ის გეგასებია დე ხო დედიკო სხვათა შორის აქ გეგასთვის ყურსასმენი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეხლა ეს რო გავხსნა და სხვისი რატო გავხსენიო რომ დამცხოს იმ კაცმა. ერთი ყურსასმენი გეგასია და ერთი იმ ბიჭმა გამოიწერა ისევ, მაგრამ აქ რომელია გეგასი? როგორ უნდა მივხვდე? მწვანე უნდა იყოს გეგასი. რა მიგაქვს? ხანი იყო. ბალი მიეციო და რამდენი დაგვრჩაო. მოკლედ ესე. ხო, ეს არის გეგას ყურსასმენები. ეს ბუკები რო ექნებათ იქ რა ვიცი არ ვიცი ის სჭირდებათ, მაგრამ სჭირდებათ და მაგითო გამოუწევთ. ჩემო კარგებო. აქ უფრო ცვირია და ემოდან გამოუწერა. თან ამ ხანაგზე ქონდა გამომაწერი და იმას მოეწონაო. კარგი არისო და მეორეც გამოიწერა იმ ბიჭმა ეს იმისია. ხო და იმასთან ერთად თავისთვისაც, გეგასთვისაც გამომიწერა. ესეთია მწვანე ფერში. დედიკო. გეგა არ მომწონს. როგორ იქნება ეს ხალხო? მომე. აი ესეთია. გეგას არის? რა ლამაზია უყურე. მეც მინდა. ბოდიშით გეგასია და აგერ ყურის მოსაცვლელები მოყვება და ეს სატენი. გეგა! ნახე შენ მამიკომ რა გიტყიდა? სკოლისთვის. მოდი. და უღონ კარგად უნდა ისწავლო. დედუანეს მოდეს ხმა. თქვი, ყურ? სასმენი. დედა ის არ მომწონს. როგორ გამოიღოს ეს? და ტელეფონი არ მომწონს გეგა. უნდა მოახერხოს გეგა როგორმე რომ ნორმალურად ეს ამოიღოს. დედა. ველიდან ასეთ მოახერხებს. კარგი. მოკლედ ეს კარგია. მე მუხაში ამოწევს, მე არ ვიცი ამის არაფერი. აი მამი, დედიკო. ეხლა არ მომწონს ტელეფონი. ნაყინები მოვატანინე. ეხლა ნაყინს შევჭამე. სრიალებს დიდ გავწმინდე. იმიტომ რომ ვერ პრიალებ და ისე როგორც მე მინდოდა და იმ შუშებისაც მე გავწმინდე იატაკი. მუხანის გემი მიხვდა რომ მოვიდა. იმ გაწმინდეო ისევ კი მეთქი. მიხარია სკოლის დაწყება. ჩვენთან 11-ში თუ 10-ში მოვიწევს ფორმების აღება.
უყურე. უფრო სწორად ჰელახს. ლეცის ფასები ახლა უნდა გავაკეთო. კარტოფილი ჩავყარე აქ გასარეცხად და კარტოფილის სოუსი, მაგრამ მანამდე მადლობის თქმა მინდოდა. არ ვიტყვი იმიტომ რომ ადამიანს არ უნდა და აქედან გამომდინარე მე უბრალოდ მადლობას გადავიხდი. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი და უზომმადლიერი ვარ შენი, უღრმესი მადლობა და უზომმადლიერი ვარ შენი, მადლობა. მოკლედ ეხლა მაშინ მეც მე სალაპარაკოთ მაგიდან გამომდინარე მოკლედ ეგერ მინდა გითხრათ რომ წუხელ ერთმა გოგომ ჩამირიცხა 100 ლარი ხოდა რადგან არ უნდა რომ თქვა ვინაობა აქედან გამომდინარე დიდ პატივს მის დედრებს ვამბობ ხალხო მიზს მეთქი მის გადაწყვეტილებას და მხოლოდ მადლობას გადავიხდი. ძალიან დიდი უღრმესი მადლობა. ღმერთმა მილიონები მოგცეთ. ბევრი მოგცეთ ხალხო. სულ ერთნაირად გესმით მადლობის გადახდა, მაგრამ სხვანაირად არ ვიცი და მხოლოდ მადლობა მე არ მაგმაყოფილებს მე ესეთი ვარ. ანუ იქეთ ადამიანის ამას ვიძახი თორე აქეთ არა მაგი არ მიგულისხმი უბრალოდ ზოგჯერ სიტყვებით არ მოყოფნის და ვერც გამოვხატავ ხოლმე რომ ვუყურებ და არის რაღაც რაც გაფერხებს კიდე რაღაცნაირად რომ ილაპარაკოს. ხოდა მოკლედ მილიონები მოგცეთ ღმერთმა. უღრმესი მადლობა. ეს პირველი არიან გოგოსგან მახსოვს. ბევრი დამეხმარა და ღმერთმა სიკეთით გადაგიხადოთ და დაგიბრუნოთ უკან. ვისაც ჩემი ასეთი მადლობების გადახდა არ მოგწონთ, თქვენ უკეთესად მოიფიქრეთ. მაგრამ ზოგიერთებს არ მოსწონთ ჩემი ასეთი მადლობები, იმიტომ რომ თვითონ არ იციან მადლობის ნორმალურად გადახდა. ხოდა თან პირადში წავიწერთ ეგრე. რანაირი მადლობების გადახდა იცი და ასე და ისე, რაიმე ხალხო. მე ასე ვიცი. კიდევ ბევრს ვიტყოდი, მაგრამ თქვენი ასეთი გამოხტომების გამო არიან ადამიანები, რომლებმაც რაც არ უნდა გაუკეთო, მაგრამ აი მე ეს დავიმსახურეო და ერთი შეიძლება გაიხარე ჩემი დახარანი არ ვარ მე ასე მე არ შემიძლია. და გადაინიტო რომ ის ვიღაცა ახლობლად არ მიმაჩნდეს ან რაღაც, მაგრამ მადლობის გადახდა მიყვარს. ასე უნდა იყოს ეს. ვისაც არ მოგწონთ ხალხო, ესე იგი მეც არ მოგწონვართ და აქ
აქედან გამომდინარე, მაშინ ჩემს ვიდეოებსაც ნუ უყურებთ. მე არ ვაძალებ არავის. სულ ერთი გამომწერით, რომ ყავდეს ერთი მაყურებელი, მაინც ვიქნები აქ მეთქები, თავიდანვეც თქვი. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანი პატილს მცემს, თავს ვალდებულადაც მთვლი და ეს არის ძალიან სწორი, რომ გადავიხადო მადლობა. მე მგონი საკმარისად ახსენი. ასე რომ როგორ არის იცით? კი არ გაჩვენებ არ ვიძახი და არც არაფერი, მაგრამ არის ადამიანი, რამოდენიმე, მოკლედ ადამიანები უნდა თქვა იმასაც დამიწერ, რომელთაც ცოტათი მაინც რო წავაშველო ხელი, მართლა ღმერთი უდიდეს საჩუქრებს მიგზავნის. ხო და ვიფასებო ერთმა ადამიანმა მეც მითხრა ესე რომ შენო ხელი გამოგიწოდეო მაგის მერეო ასე და ასეო და ღმერთმა ჩემთვის გაწვდილი ხელით მილიონები გაშოვნინოთ. ღმერთმა ქნას რომ ასე იყოს. ასე რომ ამით არ ვიძახი არ იცხრა ხელი გამიწოდეთ ან რამე არა. საერთოდ ადამიანი არ შემხმიანებია. საერთოდ ადამიანმა მომწერა რომ თანხა ჩამირიცხა უბრალოდ. არ მოუწერია შენი ეს პირადი მინდა ის მინდა ან საჩაგირიცხო ან ასე შემდეგ და ასე. ანუ ადამიანები ხადაობის პონჩიც მწერენ ეგრე. ხადაობას ვეძახი დიახ, იმიტომ რომ ადამიანებს გონიათ რომ ვაიმე თათია მართლა არ არის ისეთი რომ აი სახვეწნია და რაღაცა და ასე შემდეგ. იმდენს დაგიდეთ. უბრალოდ არ მინდა ის ადამიანები გავასაჯაროო თორე. იმდენს. ესეც რომ მე მართლა ესე ვარ და მერიდება ადამიანებისგან რა მისახება. ასე რომ ვინც მოყვანან უბრალოდ ჩარიცხვის ვერ იმწერენ და არა ჩარიცხვამდე. სულ რა აი თათი ჩაგირიცხე და შენაშიც გინდა ან თვითონ მეუბნებიან ხოლმე რომ აი ამაში გამოიყენე ან იმაში. ხო და აქედან გამომდინარე ყვილად ნუ დამიწერთ ეხა იქ ჩემთან რამეს გავაჟღერებთ თუ არა მერე მიდის ლანძღვევი. ღმერთო თითქოს და იმ ადამიანმა ვინმეს წაართვა და ის გამომიგზავნა მე. ხო და ესე ჩემო კარგებო. ღმერთო. ის დააჭდა კრაზანა ხალხო იმან გადაუყარა. ყველაფერი რა ხდება. ის ასის ეგრე ხა. ხოდეს უკბინა წუხე. მაიკაში იყო მაისურს იცმევდა და შიგნით მჯდარა. ხმას ჩაუწიე. ხოდა მოგვედი ისე მადლობის გადახდა მინდოდა ეხლა. დიდი უღრმესი მადლობა კიდევ და კიდევ. იმდენი შემაძლებინოს ხმა. არავისი საერთოდ მესენჯერს არ ვშლი და აქ ხოლმე სულ ყველაფერი. იმდენი შემაძლებინოს ღმერთმა რომ მეც შევძლო. სიკეთით გადავუხადო ადამიანებს. ღმერთმა იმდენი შემაძლებინოს მეც. ესე ჩემო კარგებო, ამით მინდოდა დაწყება, მაგრამ რა იყო რაღაც ნაკეთობები მოვიტანე, რაღაცები და ეგ ძალიან გემრიელად კოტრიალობს, ეგ დადის. ხო დედა, ხო. ნაკონი არ არის, ახლა. აი ასე თორე ერთხელ ვიდეოს წაშლა მომიწია. აბა ეხა ჩამოსვლა დავამუღამებ, დაიცა? დედა. აქედან? ხო. დედა უკულე. ხო. ამას ოჰოს ნაკონი. ვიცი მოგიჩავებად. იმას ბრილიანტის მწვანეს რო ვახმარ მალევე უშუშდებათ. ის თუ არ არის აქვს და აქვს მერე კარგა ხანს.
მუსიკები არ მინდა, ხო იცი? ნუ ყვირი გოდერძი. ვერ ეტყვი ნორმალურად. ხო და ეხლა რა გავაკეთე მაგ თანხით. გოდეს გეგას სპორტულები გამოუწერე, ადას კოლგოტები გამოუწერე, რა თქმა უნდა ტემოიტყვით და კი, იმიტომ რომ 25 და 28 ლარებად მე აქ სპორტულს ორეულს ვერ ვიყიდი და ნახოთ აბა რა მოვა. რაღაც ისევ ის არის. რაღაც სკოლაში დასატოვებლად ფურცლები და რაღაცეები რო ჩაალაგონ. მაგისტრის პატარა ჩანთას არის რაღაც პატარა რა. აკას ზომისა ოღონდ გაშლილი. მეტი ტევადობის. ხო და გაუბრალდები მე შევცვლი კარო. ხო და ეს გამოუწერე გეგას. გოდეს სხვანაირი რუსები გამოუწერენ. მე მგონი ეს იყოს თუ. მე მგონი ესაა თუ. ეს გამოუწერე ესენი. ემუსიკითო, მაგრამ ემუსიკით ძვირია ხალხნო და სადაც იაფია მეც იქ ვარ, ბევრჯერ მითქვია და თქმა რომც არ დაგჭირდეთ, ხო იცით და ცუდიც არ ჩამოსულა, ხო გაჩვენეთ. მაგრამ ეხლა მე სხვანაირები გამოუწერე გეგას რო აქ მაგის მსგავსი გამოუწერე. იმიტომ რომ უფრო განიერი ის რო კონდეს ეთკი, რა ვიცი რა ქვია იმას სხვანაირად არ ვიცი. ესეც ასე. კარგი. ხაფი მაქვს, არ მახსოვს და მე მგონი არა მაქვს და არ მომიტანია. მე მგონი არ მახსოვს და არ მომიტანია. მოვიტანე, ან როდის მოვიტანდი. არ მინდა ეს ნაწილ-ნაწილო ვატარო ეს ბავშვი. ნახავთ თუ მაქვს უბრალოდ. ეს ველოსიპედი აქ არ ყავდა მე. იც გეგამ გამოიტანა, ადამ გამოიტანა. ხაფია თქვა, ხონია დედიკო. ხაფიდანიოზე წახვალ ანიკოლებიასთან. სარკე აიღე თავისათვის დედა პოსტა შეხედეთ რა და არ შემიძლია. ეს კაბა უნდა გავიხადო, თორე მე ამას სხვაგან ვერ ჩაიცმევ, აი ესე მოწიწულები რო აქვს, ცუდად ამჩნევიან. აი უყურეთ რა ამბავი, აი ამას ვერ ვიტან, რომ სულ გასასწორებელი. და მაინც თამაშო. ხო და ჭახი რო გამიდეხეს. გაჩვენეთ? სად არის? აი შუქიც ჩაქრა იქ არ არის. ფურთი მოახვედრეს ბავშვებმა და всё. არ ვარგა. ესე იგი მაგ თანხით მინდოდა გამეკეთებინა. აი იმის ზედა პინტუსების ყიდვა მინდოდა და ჭახი. ყოფნიდა ძალიან კარგად, იმიტომ რომ მე არ მინდა რამე ისეთი თოი ისინი რო იციან ჭაღები, უბრალო ჭაღი მინდოდა ძალიან უბრალო რა.
აქ იმერი შოვის აღარსო 40-დან ან ესეთი, მაგრამ ესეთ სიგრძის არ მინდოდა. ამის დაპატარავებას ხო შეიძლება. ხო და ამდენი არ მინდოდა. მე ამისთვის მინდოდა უცებ ამოდუნება. მოვიო. იმდენი ხილი ვჭამე, რომ ის მაშინადა. ხო და ამათი ტანსაცმელი ვარჩი. This is the best. იმას მე გავაკეთე. Wait. My favorite. ლატარის თამას მოვჭი. ხო და ანუ კახეთში არა, კახეთში იგზავნება ჩვეულებული. მე და მოხაული ვერ ვთამაშობდი, ჩვენ ავიდეთ და ამ თვეებში გამოგვადგა იპოთეკის გადახდის დროს. ხო და ახლა ჩვეულებრივ გრძელდება, რომელ თვეში სრულდება, ეგ არ ვიცი ჯერჯერობით, მაგრამ ჩემს და საერთოდ თამაშობ. და იქ კახელებთ. აქ რო თამაშობდი გოგოებთან ის მორჩა, მაგრამ უხასო ვიგნები, რომ ოქტომბერში მთავრდება. ჩემი პირველი სარულყურებს ანიკომაც ვიყოდით აქ. ხო და აქედან გამომდინარე 50 ლარი იყო ერთგან. ანუ თანხასთან რომ მორჩა იცის, მაგრამ აქ გოგოებთან რომ მორჩა ეგ არის. აქედან გამომდინარე 1.50 ლარით ამ თვეში რომ მექნება იმით წინა თვეში მორჩა. ამ თვეში რომ მექნება იმ 50-ით ან ჭახს ვიყიდი, ან პირველი მე მგონი ჯობია რომ ის გავაკეთო. ხო და მოკლედ რა, ცოტა ეს ნელა გავაკეთე. ასე რომ არა უშავს. ხალხი ეთბაშად ესე, მაშინ დალაგებული ფულები უნდა გქონდეს და ეგრე არ არის. აქედან გამომდინარე არა უშავს ნელა მივიყვები. ავარია ცოტას მაინც ხო ვცდილობ. დავაკეთებ. იქეთ მომასტურებია და ჩემი აბანა ხო გაქვს ნანახი თქვენში. კი, გაქვს ნანახი. წყალი, ანუ ყველგან, მთლიანად ყველგან ისხება იქ მანქანაც იქ არის. მანქანისკენაც გამოდის. იმისი, აი შემოღობვა სავით მინდა, არც იმას რა მოუწევს. არც მცოდნე არ ყავს ჯერჯერობით ხო და რომ მეყოლება მერე. არის ჩვენთვის არავის ასწავლია. საახლობლოში რომ ყავს მცოდნეები და თოდეს მე მოიცლიან. ისე როცა არიცი მაშინ უბრალოდ გააკეთო და გააფუჭო ყველაფერი. მაგიტომაც არ ვაკეთებინებ მუხას მაგალითად. თორე პატარა აბანოა და არც უნდა ეს ერთი წკრივი უნდა რომ შემოღობო და всё წყალი აქეთ მანქანისკენ რო არ წამოვიდეს. დაიჟანგება, გაფუჭდება, სულ წყალი ესხმება და ესხმება. ცხელი წყალი იცით, ისევ იმის მსგავსით გავაკეთეთ, ოღონდ აი აქ რომ ეყენა საშხაპე, ჩვენ გადმოვიტანეთ ხა აქეთ. იმიტომ რომ ახლა შესაერთებლის გამო. ხო, დენის წყალი რო არ მისხმო და მაგის გამო გადმოვიტანეთ. ვერ ვიგებ ემონტი საკეთდება იქეთ თუ აქეთ, იმიტომ რომ იმდენად ახლოს არის ჩემთან იმაში. ხმა. ვერ ვიგებ მართლა აქეთ არის თუ იქით. იმიტომ რომ ვიცი რომ ჩემს მოპირდაპირე იქეთ იმაში კეთდება. ვინმე ზაგინდა ჩემ გამომწერს აქეთ ჩემკენ გადმოსვლა. ჩემ მოპირდაპირედ იყიდებოდა ის ვინ არის, ეხაც იყიდება თუ არა, გაასუფთავეს ვიცი. მე მგონი თვითონ იყვნენ პატრონი. რაღაცებს ასუფთავებდნენ, ხედავდი. გაქონდათ რაღაცეები. ხო და თუ იყიდება და იყიდეთ, გადმოდით აქეთ შემდგომ. რომელიმე ეხლა
ყველა მეუბნება მომატებული ხარ დღეს ლიკასებული გოდეს კლასელის დედა და ეხაც კლასელის მშობლები ვიქნებით რა გეგასთან უწევს ბიჭი და გოდესთან გოგო ხო და იკა მეუბნება თათიაში რაღაც მომატებული ხარ და ყველა მაგას მეუბნებოდა და ეხა შეგნაძეც მაკვდა რა საჭირო ლამაზის მოდი ყვავილთან არ მიხვიდე დედა როგორ გაბრაზდება დედიკო ვიცი დედიკო ამოვიდა მეორეც გადავჭერი ის დიდი რომ მქონდა გადავჭერი ნათია მითხრა რომ გადაჭერიო მაგიო და ის ზემოთ ფოთლებიანიო წყალში ჩადევიო ფესვებს ამოიღებსო მაგიო ხომ წყალი უნდა უცვალო ხომ უნდა ვკითხო რამდენი დღეში ერთხელ ხო და ისე ვამრავლებო მე საერთოდ ამ ყველას ყვავილებს რაც მაქვსო და მეც მოგცემო მითხრა კიდევ მაქვსო ხო და მეორეც ადამ რო გამიტეხა ისიც თავისით ამოიყარა ვაიმე როგორ გამეხარდა იქეთ არავის გაუშვებ ჩემი ყვავილებისკენ აწი ოღონდაც ეხა იმათმა გაიხარონდა ჩემი და მეუბნება მე რო არ მომეციო მაგიტო მოგივიდაო მაგიო და ჩემდასაც ნდომებია მაგი არ მახსოვდა საერთოდ იმდენმა ადამიანმა მითხრა რომ მაინც ის დიდი მომეციო იმდენმა ჩემი დის საერთოდ არ მახსოვდა და მეც გითხარიო მაგი რამდენი გეხვეწეო და მე ხვეწა მაგრამ მე ხუმრობდა მეგონა იმიტომ რომ ის ერთი მქონდა ხო ქვედა პინტუსები გააკეთა მთლად ლამაზად მე როგორც ხელსანი გააკეთებდა მაგრამ ალაუშავს იქაც ვიჩხუბეთ მე დამოგიდა ანუ საზამთრო მოიტანა მაშინ დიდი ხო და მე ფილმს ვუყურებდი და საზამთროს შევრჩი და ეხა სხვა მხარე გავაკეთებიე მაგრამ აქეთ ეხა რა არის მე პირდაპირ სიგრძეზე უნდა გააკეთო და მე რაში გჭირდები მეთქი და თან იმ რაღაც პენას ვიყენებდა აი მაგენით იყო მოტიტყნილი ის შპალიერი და იმაზე გაუბრაზდი. ვეჩხუბე ნორმალურად ვერ გააკეთე მე რო არ ვარ მაშინ მეთქი და ასე შემდეგ. ხირსი ხარო რო არ იყავიო აქ. კინო არჩიო შენ. მაგრამ ეხა რო გაშლა და რაღაცა ლამაზად არის მთავარია. შევღებავ მე იმას პატარა სახებავი ყოფის ქვემოთ იმ ფეზე შევღებავო და ესე და ამგვარად 750 როგორი მისაცემია აი მარტო გარდერებში წარმოიდგინე ცოტას დაამადებდა სპანოს ხრი იყიდიდი რამ გამომასულა და რამ გამომაშტერა მაგრამ უბრალოდ იმის ადგილი არ მქონდა სხვა რამის მაშინის გარდერობი რო გავაკეთებინეთ აი აქეთ რომ აქვს მოხრალი მეუბნება არ გინდაო რომ ეს გარდერობი იქეთ შეიტანო საწოლო ოთახში მაგ იმედს ვიფიქრე და ის სარკებიანი აქეთ გადმოვეტანა იმიტომ რომ ბევრს აქვს ეგრე რომ სარკიანი აქეთ უდევთ და გარდერობები იქეთ მაგრამ სხვადასხვა ფერის გარდერობი ერთ ოთახში რანაირი საყურებელია და არამედ არ გადავიტანო არა თვითონ ეს რომ მოვედით მაშინაც ვიფიქრე მაგი ჯერ ამ იმებს დეკემბერში ყველას რომ გავისტუმრებ მისი რაც მაქვს გასასტუმრებელი დეკემბრის ბოლოს ველოდები წესით საახალწლოდან ახალი წლისთვის იანვრისთვის მაინც უეჭველია ხო და მე გავაკეთებ განმადებას დინები უნდა გამოვცვალო კიდე რა იყო დივან კრესლო იქ რომ აქ იმას გამოვცვლი ლოჯში არ ვიცი და
მან კარმა ვერაფერს ვერ დავდგა. წავედი ახლა ზურფასი ძალიან დიდი ვიდეო გამომივა. ხო და მოკლედ ეს იყო ჩემი ჯერჯერობით ნამდვილი დღის ნაწილი. საქმეები მაქვს, სარეცხი არ მაქვს დღეს დავისვენე. ხნილი არ მაქვს. დღეს არ ვრეცხავთ. ვაბრალოთ და მე ერთბაშად გავრეცხოთ და რა უჭირს? ერთბაშად დაკეცას თათი არა საქმეა მეტი მართლაც. ხო და ესე ჩემო გარდა. დღეს მინდოდა ქალაქში გასვლა, მაგრამ მე ვერ მოვახერხებ და მუხა სანამ მოვა მიმწერ მე ხარო სუფთასახში შეიაროს ერთი აქ რატო არ იციან აქციების შესახებ და რატომ იციან იქეთ მაგალითად წალენჯიხაში რომ ამა და ამ დღეს არის ამაზე აქცია. კითხა მუხრანი მაგრამ მოკლედ ესე ჩემო კარგებო წავედი ბედნიერ მშვიდობიან პოზიტიურ დღეს გისურვებთ.